მინდვრის ყვავილის ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი ჯიშია, რომელიც მხოლოდ ამ ადგილებში ხარობს. თუ თქვენ ლაშქრობები გიყვართ, აუცილებლად გექნებათ შემჩნეული მისი უნიკალური სურნელი, რომელიც იქითკენ გაიხედა. დოდა ისტორიების მოსმენა ჩვენ ყოველთვის სიამოვნებს და გვაინტერესებს ყველაფერი ისაც მისტიკას უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არ გჯეროდეთ. თავაზობთ 5 ყველაზე გავრცელებულ ურბანულ ლეგენდას, რომელიც თითქმის ყველა საშინელებათა ფილმშია გამოყენებული. ანუ 5 ყველაზე ბანალური ისტორია, რაც აუცილებლად გექნებათ გაგონილი ან ნანახი. GDpedia წარმოგიდგენთ საშინელებათა ფილმის სერიას ურბანული ლეგენდები. სისხლიანი მერი. არსებობს ლეგენდა ვინმე მერი ვორთის შესახებ, რომელიც დიდი ხნის წინ ცხოვრობდა. ის ძალიან ლამაზი გოგო იყო, თუმცა ერთხელ მას უბედური შემთხვევის გამო სახე ისე დაუმახინჯდა, აღარავინ უყურებდა. მას სარკეში ჩახედვასაც უკრძალავდნენ, რომ ფსიქიკურად არ შეშლილიყო. ერთხელ გვიან ღამით როდესაც ყველას ეძინა. მერიმ ვეღარ გაუძლო ცდუნებას და იმ ოთახში შეიპარა, სადაც სარკე იყო. საკუთარი თავის დანახვის შემდეგ მას ძალიან შეეშინდა. აყვირდა. სურდა პირვანდელი სახის დაბრუნება. ლეგენდის თანახმად მერი რაღაც მისტიური ძალის დახმარებით სარკეში შევიდა და დაიფიცა, რომ დაამახინჯებდა ყველას, ვინც სარკეში მის მოსაძებნად მივიდოდა. ამბობენ, რომ თუ სარკის წინ ხელში ცეცხლით დადგებით და მერის დაუძახებთ, რაღაც საშინელება დაგატყდებათ თავს. დიდხანს ვიდგე? სწორედ ამ ლეგენდიდან გამომდინარეობს ყველა ის შიში, რომელიც სარკეში ჩახედვას უკავშირდება. ხედავსად მე? არ არის არავინ. და იდეა იმისა, რომ სარკის მიღმა არსებობს პარალელური სამყარო, სადაც თურმე ავის სულები ცხოვრობენ. სისხლიანი მერის ისტორიის მიხედვით ბევრი ფილმია გადაღებული. მათ შორის ყველაზე პოპულარულია ზარი, რომელშიც გარდაცვლილი გოგონა ამჟამად ტელევიზორის ეკრანიდან გადმოდის. ეს ისტორია ნამდვილი შედევრია მისტიკის მოყვარული ადამიანებისათვის და ის ყოველთვის ძლიერ ემოციებს იწვევს, მაგრამ რამდენად რეალურია? რა ვიცი. საშინელი კლოუნი. კიდევ ერთი ურბანული ლეგენდა მისტიურ კლოუნს უკავშირდება. ერთხელ ვინმე ჯუდი სტოუნი თურმე სახლში მარტო აღმოჩნდა. უზარმაზარი სახლის ყველა ოთახი ძველი ფაიფურის ნივთებით იყო სავსე. ჯუდი ოთახში იჯდა და წიგნს კითხულობდა, თუმცა ძალიან არაკომფორტულად გრძნობდა თავს, რადგან ერთი ფაიფურის ფიგურა, კლოუნი მას ძალიან აწუხებდა. გოგონა გრძნობდა, რომ კლოუნი მას თვალს არაშორებდა და თითქოს უსმენდა კიდეც. ბევრჯერ სცადა არ მიექცია ყურადღება, თუმცა ეს დისკომფორტი მალე შიშში გადაიზარდა. ბოლოს გოგონამ გადაწყვიტა კლოუნის ფიგურა თავიდან მოეშორებინა. თუმცა ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. შეშინებულმა გოგონამ მშობლებს დაურეკა იმის გასარკვევად, თუ საიდან ჰქონდათ ეს საშინელი და მისტიური ნივთი. დიდხნიანი პაუზის შემდეგ მშობლებმა უპასუხეს, რომ მათ სახლში საერთოდ არ ჰქონდათ კლოუნის ფიგურა. როდესაც მშობლები სახლში დაბრუნდნენ, იქ არც გოგონა და არც არანაირი კლოუნის ფიგურა აღარ დახვდათ. ამ მითის შემდეგ კლოუნის შიში, იგივე კლოუნოფობია ძალიან გავრცელდა. სწორედ ამ ისტორიების შემდეგ ხვდება ფილმებში ძალიან ხშირად ერთი შეხედვით უწყინარი საბავშვო სათამაშოები, რომელშიც ბოროტი სული ან რაღაც იდუმალი ძალა იმალება. Всё? მისტიური მკვლელი ავტომობილში.
ეს ლეგენდა ნამდვილად ჰოლივუდის რეჟისორების საყვარელი ისტორიაა. სამსახურიდან გამოსული გოგონა ავტომობილში ჯდება და სახლისკენ მიემართება. უკვე გვიანია და გზებიც თავისუფალია. მის გარდა ტრასაზე არავინაა. თუმცა მის გვერდით ჩავლილი ავტომობილები ფარებს უნთებენ და რაღაცას ანიშნებენ. გოგონა ვერაფერს ხვდება. ამ დროს სარკეში იხედება და უკან გაურკვეველ ურჩხულს ხედავს, რომელიც მისკენ მოემართება. ამის შემდეგ ხდება ავარია, რომელშიც გოგონა იღუპება. საშინელებათა ფილმებში მსგავსი ამბის უამრავ ვარიაციას შეხვდებით. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს სცენა ერთ-ერთი ყველაზე ბანალურია. საწოლის ქვეშ მყოფი არსება. თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ლეგენდა ბავშვებისთვის იყო მოფიქრებული. იმის გამო, რომ პატარას ადრე დაეძინა და არ გადმოსულიყო საწოლიდან, მშობლები ატყუებდნენ, რომ მისი საწოლის ქვეშ ავისული იმალებოდა, რომელიც მას შეჭამდა იმ შემთხვევაში, თუ ის საწოლის ზღურბლს გადმოაბიჯებდა. ეს მითი არაერთ ფილმში ცოცხლდება, რაც ამ ისტორიას უფრო დამაჯერებელს ხდის ბავშვებისთვის და არა მარტო მათთვის. მაგალითად, როდესაც საწოლის ქვემოდან ამოდის ან ურჩხული, ან მკვლელი, ან სული, ან მძარცველი, ან პანდა, ან უბრალოდ ხელი. ამ ლეგენდიდან გამოწვეული შიშის გამო ძალიან ბევრი ადამიანი ძილის წინ ყოველთვის იყურება საწოლის ქვეშ. კაცი ცელით. კიდევ ერთი ურბანული ლეგენდა, რომელმაც ადამიანებში შიში გამოიწვია, ტეხასიდან იღებს სათავეს. როგორც ამბობენ, ადრე ტეხასის ერთ-ერთ პატარა გარეუბანში მშობლებმა პატარა გოგონა სახლში მარტო დატოვეს და სთხოვეს ჩაეკეტა ყველა კარი და ფანჯარა. გოგონა ასეც მოიქცა, თუმცა იყო ერთი კარი, რომელიც არ იკეტებოდა. უეცრად ფანჯარაში ჩნდება ცელიანი ადამიანი და მალევე ქრება. თავიდან გოგონას გონია, რომ ელანდება, თუმცა შემდეგ ისევ ხედავს და უკვე პანიკაშია. იღებს ტელეფონს და ცდილობს დაუკავშირდეს ვინმეს დასახმარებლად. თუმცა ტელეფონის კაბელი გადაჭრილია, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოროტმოქმედი უკვე სახლშია. გოგონა გარეთ გარბის და დახმარებას მეზობელს თხოვს. ადამიანი, რომელიც მან აღწერა ცელით ხელში, მართლაც არსებობდა. მას ვინმე ჯოუელ ბერნი ერქვა და ის ფერმერი იყო, რომელიც ძალიან დიდი ხნის წინ ცხოვრობდა. ამ ისტორიის შემდეგ ბევრმა დაიჯერა, რომ ჯოუელ ბერნის სული ჩვენს პლანეტაზე ცელით ხელში დააბიჯებდა. ამ სცენას ბევრ ფილმში წააწყდებით. თუმცა სიტუაციის გასაბუქებლად საშინელებათა ფილმის გმირები არასდროს გარბიან გარეთ დახმარებისთვის. პირიქით. ისინი სახლში რჩებიან და ელოდებიან, როდის გამოჩნდება კაცი ცელით. და თუ ის დიდი ხნის განმავლობაში არ გამოჩნდა, ესე იგი ეს ფილმიც ჰეპი ენდით სრულდება. დასასრული.